წლებში უკეთოთ სიუჟეტებს და მე მაინც რაღაც ისე პირველად ეს იდეა ბატონო სწორედ ეს კანონი ამბობს მონაცემები და ამის შემდგომ უნდა გამოწვევები გრჩება, თუმცა გამოწვევებზე გავაგრძელოთ მუშაობა და 21 წლისთვის არ იქნა მიღწეობისგან გავიგეთ პოტენციალი ძალამოქმედა. როგორი დასახელება და იგაჭირება ისიანაში და შეიძლება ეპატიტის შემთხვევაში საუბრობთ მედიკალური ვაქცინაციაში ჩართული ამიტომ პირველ მიამის უშუალო ამ სხვა ფორმატებზე სტიქის სხვადასხვა ფორმატის არსებობს რომ მოგეხსენებათ 2015 წლიდან საქართველოში ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა ფუნქციონირებს, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები აქვს, შედეგები, რომლებიც ფაქტიურად მსოფლიოში ძალიან მოწინავეა, თუმცა ეს შედეგები საჭიროებს აუცილებლად შესაბამის ვალიდაციას, რამიზნითაც გაიმართა სწორედ ეს პირველი სხდომა საბჭოსი. აღსანიშნავია, რომ არის ორი მიმართულება, ჰეპატიტის ელიმინაცია და ჰეპატიტის დედადან ბავშვზე გადაცემის ელიმინაცია. ორივე ამ მიმართულებით ფაქტიურად განაცხადი მომზადებული აქვს საქართველოს. აღნიშნული განაცხადის წარდგენა მოხდება უმოკლეს პერიოდში. მე იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს საქართველოს უკვე ექნება ამ მიმართულებით ჯანმოს მიერ ასე ვთქვათ ვალიდაცია მინიჭებული, რაც გამოარჩევს საქართველოს და მოწინავეს ხდის მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. პროგრამული ინდიკატორები მიღწეულია ყველა მიმართულებით. კერძოდ ეს არის მკურნალობაში ჩართული პაციენტების რაოდენობა, რომელიც 87%-ზე მეტია, დიაგნოსტირებული პაციენტების რაოდენობა ასევე 87%-ზე მეტია, რაც მნიშვნელოვნად ცილდება ჯანმოს მიერ დადგენილ ვალიდაციის კრიტერიუმებს. რაც შეეხება B ჰეპატიტის დედიდან შულზე გადაცემის ელიმინაციას, ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორები შესრულებული. კერძოდ B ჰეპატიტის გავრცელება ბავშვებში 0.3% არ ცილდება საქართველოში, როდესაც ჯანმოს მიერ დადგენილი კრიტერიუმი არის ბევრად მაღალი და ასევე B ჰეპატიტის ვაქცინაციის პირველი დოზით მოცვა წლების განმავლობაში ძალიან მაღალ ნიშნულზეა საქართველოში, იცილდება 90%-ს და ასევე ძალიან მაღალი არის B ჰეპატიტის ვაქცინაციის სურათი ქვეყნის მასშტაბით, ზრდასრულ მოსახლეობაშიც, სამედიცინო პერსონალშიც, იგი ხელმისაწვდომია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყველასთვის. უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკულად შედეგები მკურნალობაზე აღემატება 98%, ძალიან მაღალია კონტინგენტის გამოკვლევა, ისევე როგორც მათი ჩართულობა. არსებობს ჯერ კიდევ გამოწვევები და საბჭომ დასახა ის მიზნები, რომელიც 2030 წლისთვის უნდა განმახორციელოთ ერთობლივად, როგორც სამინისტრომ, ასევე პარლამენტმა, ასევე სამედიცინო საზოგადოებამ და სხვადასხვა დაწესებულებებმა, მათ შორის ეს ეხება როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, UNICEF-ს, რომელიც აქტიურად არიან ჩართულები თავიდანვე ამ პროცესში და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ მიზანს, რომელიც საქართველოს და ჩვენს ხელისუფლებას აქვს დასახული ჰეპატიტების ელიმინაციაში, აუცილებლად იქნება მიღწეული. ჩვენი მიზანი გახავთ 2030 წლისათვის ელიმინაციის სტატუსის მიღწევა და ყველა იმ აუცილებელი ინდიკატორის დაფარვა. ჩვენ მთლიანად სამედიცინო სექტორი, რა თქმა უნდა, ჩვენი რეგიონიც აქტიურად ჩართულია ამ პროცესში. ჯერ კიდევ 2014 წლიდან მქონდა ჩვენ დიაგნოსტიკის ადგილობრივი პროგრამა და გათვალისწინებული ჩვენს ბიუჯეტში, რა თქმა უნდა, შემდგომ ნულოვანი ტუბერკულოზი, ინტეგრირებული სკრინინგი, ყველა ეს ინიციატივა აჭარის რეგიონის ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნა დაფინანსებული. დღეს სახელმწიფო პროგრამა, რა თქმა უნდა, ისევე მუშაობს ჩვენს რეგიონში, როგორც მთლიანად მთელს ქვეყანაში და ეს ინდიკატორები, რაც არის დასაფარი 2030 წლამდე, ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ აქტიური მუშაობით ყველა მიზანი და ყველა ინდიკატორი დავფარდოთ ამ პერიოდისთვის. მე თუ მეძლევა იმის საშუალება, რომ დღეს თქვენ წინაშე წავდგე და ვისაუბრო, რასაკვირველია ეს იმ პროგრამის დამსახურება, რომელსაც ჰეპატიტის ელიმინაცია ქვია ჩვენ ქვეყანაში. მე როგორც ყოფილი პაციენტი კიდე ერთხელ მინდა მოუწოდო ჩვენს მოსახლეობას იმ ადამიანებს, ვისაც ჭირდება ამ მკურნალობის ჩატარება, რომ სრულიად უნებელი, ასე თქვათ, საჭირო იმისთვის, რომ ადამიანებმა ეს დაავადება დაამარცხონ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვეკუთვნით მარტო საკუთარ თავს, ჩვენ ვეკუთვნით ჩვენს ოჯახებს, ჩვენს შვილებს, ჩვენს ასე თქვათ ახლობლებს, მეგობრებს და ამიტომ და მით უმეტეს ქვეყანას და ამიტომ მე კიდე ერთხელ მოუწოდებ ჩვენ
ადამიანს ჩვენ მოსახლეობას, განსაკუთრებით იმათ, ვინც იციან რომ აქვთ ეს დაავადება, მაგრამ არ ერთვებიან პროგრამაში, რომ მობრძანდნენ, ჩაერთონ და განკურნების ხარისხი არის 99%. მიღწევები მართლაც საოცარი არის. მე ამ შემთხვევაში კონკრეტულად ვისაუბრებ B ჰეპატიტის ელიმინაციაზე. B ჰეპატიტის ელიმინაციაზე B ჰეპატიტის ელიმინაცია თავისთავად გულისხმობს არა სრულ ელიმინაციას, არამედ დედიდან ბავშვზე B ჰეპატიტის გადაცემის კონკრეტულად ელიმინაციას და ამ მიმართულებით განსაკუთრებული კომპონენტი მნიშვნელოვანი ეს არის ვაქცინაცია და მაღალი მოცვის მიღწევა უკვე კონკრეტულად B ჰეპატიტის შემთხვევაში ეს არის სწორედ ის გზა, რასაც ელიმინაციის მდგრად შედეგებამდე მივყევართ. დავასრულებდი ისევ ძალიან დიდი მადლობით და აღფრთოვანებით, რომ საქართველოს შეძლო აი ამ გზაზე დამდგარიყო